3-2-1-0. თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ და დღეს ჩვენ გვექნება დაბადების დღის საჩუქრების განკუთვა. იმდენი საჩუქარი მაჩუქეს. ვერ ვიტყვენ, მაინტერესებს რა საჩუქრებია. თუ თქვენს გაინტერესებს, აუცილებლად მოიწონეთ და გამოიწერეთ ადრე. დღეს მე საჩუქრების განკუთვაში სტუმარი დამეხმარება. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ბიძაჩემი რუსლანი. ბიძია! გამარჯობა ნიკოლ. დღეს საჩუქრებს გავხსნით, მაგრამ მანამდე ჩვენ სიმღერით დავიწყებთ. ხმაჩავი სუნთქე, დიორი სუნი, თუ მე ამას ვეძებდი მთელი ცხოვრება. ძალიან ცუდი იყოთ. მე მაქვს კიდევ ერთი სიმღერა. ბავშვებო, არ გამორთოთ არხი, გთხოვთ. არა. კი. Alcohol fu, cigarette fu, bicho შეხედე, ჩემს ესთეტიკურს. მოკლედ იდეა მაქვს, რომ ნიკოლის საჩუქრებს შევაფასებთ 1-დან 10 ქულამდე და ავირჩევთ საუკეთესო და ყველაზე ცუდ საჩუქარს. ნუ განაწყენდებით თუ თქვენი საჩუქარი ყველაზე ცუდი იქნება ან დაბალ შეფასებას მიიღებს. პირველი ეს შენი ბრალია და მეორე ეს ჩემი იდეა იყო, მას არ სურდა ამის გაკეთება. მისთვის ყველა საჩუქარი ძვირფასია და მიიღეთ ეს ისე როგორც თამაშის ნაწილი. კარგი? ძალიან მიყვარხართ ყველა. ეს რუსლანის იდეაა. მოკლედ, ასეთი რაღაც მოვიფიქრე. ჩვენ დავატრიალებთ ბედის ბორბალს და მისი დახმარებით ჩვენ გადავწყვეთ თუ რა ვუყოთ ყველაზე ცუდ საჩუქარს. კარგი, მაგრამ ცუდი არაფერი ვუყოთ. სიჩუმე, ბედის ბორბალი გვეტყვის თუ რა ვუყოთ შენს საჩუქრებს. და საჩუქრების სტუდიაში ვიწყებთ ჩემი საჩუქრით. უკვე ცუდია. რას გრძნობ, როცა საჩუქარს ხსნი? გრძნობ რომ იქ არის უბრალოდ საჩუქარი. არ ვიცი რა დევს. რამე საშინელებაა? ვა, მაგარია. რა არის ეს? დედას ვეუბნებოდი რომ პოლაროიდია თქო. პოლაროიდი! ეს პოლაროიდის ფირებია, რომლებიც პოლაროიდში უნდა მოვათავსოთ და ფოტო გავამჟღავნოთ. მაგარი ფერია. მეგობრებო, თქვენც შეაფასეთ საჩუქრები და კომენტარებში დაწერეთ. თითოეულ საჩუქარს, რომელსაც გავხსნით და გაჩვენებთ, დაუწერეთ ქულა. საინტერესოა როგორ შეაფასებთ. შესაძლოა ჩვენ არასწორად შევაფასოთ. ჩემს მეგობრებს მშობლებმა აჩუქეს დაბადების დღეზე. ამიტომ ვიცი პოლაროიდის გამოყენება. გადავიღოთ ფოტო. მოიცადე ვისუღებ. ოპერატორი არ არის საინტერესო. და შენ საინტერესო ხარ? გონი არც მე. მოდი ერთად გადავიღოთ სურათი. გამოდის ფრთხილად. ეს პირველიც და გადააგდე. კარგი, ის უნდა გაშრეს. ასე უნდა შეიანჟღრიო? ყველაზე საინტერესო რაღაც მივიღეთ. უყურეთ და ვიდეოს ბოლოს გაჩვენებთ. პოლაროიდს ვაძლევ 10 ქულას. გაჩერდი. სერიოზულად. რახან დედა ოთახშია მაგიტო? არა. სერიოზულად 10? დიახ. ძალიან მინდოდა პოლაროიდი. ზაფხულის დასაწყისში დედა ჩემს უთხარი რომ დედა მე ძალიან მინდა პოლაროიდი. ყველა სავაჭრო ცენტრში როცა პოლაროიდს ვხედავდი და ვეუბნებოდი დედა ლურჯი მინდა. არა დედა მე ვარდისფერი მინდა. მე ვაძლევ პოლაროიდს 9 ქულას. კარგი, 10 ქულა პოლაროიდისთვის. 10 ქულა, ტაში. ესეც მეორე საჩუქარი. მაგარი ყუთია სხვათა შორის. ვა, რა მაგარია. ეს პოლაროიდის ჩანთაა. და ეს რა არის? ფული. ნაღდი ფული? დიახ. ფული, ვა, დავთვალოთ რამდენია. 1000-ია. და მე ვაძლევ ამ საჩუქარს 10 ქულას. ყოჩაღი იმას, რომელმაც ეს საჩუქარი გაჩუქა. პატარა ვგილოცავ დაბადების დღეს. შოკოლადი. ეს შოკოლადი ჩემია. აი ასეთი სურათებია. ღმერთო, ეს სტიკერები პოლაროიდისთვისაა. შეგვიძლია დავაკრათ? მან იცოდა რომ პოლაროიდი ქონდა? დიახ, ისინი დედას შეუთანხმდნენ. ეს არის პოლაროიდის სტიკერები, რომლებიც შეგვიძლია დავაკროთ. მე ნამდვილად მინდოდა ეს. აქ არის ასევე ჩარჩოები ფოტოებისთვის. რა კარგი ნივთია. კი, ნამდვილად. რა სასაცილო სურათი გამოვიდა. ჩვენ მას ვიდეოს ბოლოს გაჩვენებთ. აი ასეთი ჩარჩოა, ისინი რამოდენიმეა.
აი აქ სამაგრიც ყოფილა. ამ სამაგრით შეიძლება მაგ სამაგრით ჩარჩოებს ჩამოკიდებ. დიახ, შეგიძლიათ დავკიდოთ ეს ჩარჩოები და კიდევ არის ასეთი რამ. შეხედე, ალბომის გაკეთება შეგიძლია. ეს ნივთი მაგრდება პოლაროიდის ლინზაზე და იქ არის სარკე. მისი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი თავი სურათების გადაღების დროს. მაგარია. მოიცა, ეს ნიღბებია? დიახ, ეს ნიღბებია. მოდი, ვცადოთ ეს ნიღბები. ძალიან ბევრია. არა, ნუ რუსლან. საჩუქარი რო შევაფასო, ჯერ უნდა გამოვცადო ის. ჯანდაბა რუსლან, -1 ნიღაბი. დამეხმარე. შემძულდი. ისინი რა ცივია. გვერდები არ გამისწორებია. კარგი, მე ვაძლევ ამ საჩუქარს 10 ქულას. მე 10 ქულას ვაძლევ. შოკოლადს ვერ ვჭამ. არა, მაგარია, შეხედე, ეს არის პოლაროიდის ჩანთა. ეს კი ალბომი. კი, გეთანხმები. მაგარია. 10 ქულა საჩუქრისთვის. სხვათა შორის მე არ მიჩვენებია. ეს არის ლინზები, რომლებსაც პოლაროიდის ლინზაზე დამაგრებთ და ფერად სურათებს მივიღებთ. შემდეგი საჩუქარი. ამ საჩუქარში მთელი ძალისხმევა ჩაგიდიათ. გამოდის, კარგად უნდა შევაფასოთ. ჩვენ უბრალოდ ვაფასებთ საჩუქრებს და ჩვენ ძალიან გვიყვარხართ. ეს ჩემი იდეა იყო, ასე რომ თუ რამე მე დამაბრალეთ. ბერშკას ჩანთაა, კარგია. ვიცი ვინ მაჩუკა, რადგან შარშან ამ გოგომ ბერშკას ტანსაცმელი მაჩუკა. ქურთუკი მოგპარა? არა, მაჩუკა. წარმოიდგინე, მან მოიპარა შენი ქურთუკი და შემდეგ გაჩუქა. არა, ასეთი ქურთუკი არასდროს მქონია. შარშან იმავე გოგომ მაჩუკა ფოსფორისფერი ქურთუკი. ის ყოველწლიურად მჩუქნის ქურთუკებს. ქურთუკების ბიზნესი აქვს ამ გოგოს? არა, ბერშკაში მუშაობს. გოგონავ, მეც მაჩუკა ერთი ქურთუკი. ქურთუკი მაგარია, მაგრამ მე მგონია, რომ 9 ქულას იმსახურებს. მეც 9 მგონია. ხო. 9 მაღალი ქულა. ყველაფერი რაც 5-ზე მაღლაა მაგარია. ხო, 9 მაგარია. მე ვიცი ეს ვისი საჩუქარია. კიდე გაცინო? ბოგდან, მოდი აქ. რა არის მანდ? ნახე, იქნებ ფულია. არა, დაბადების დღეს გილოცავ, ნიკოლ, იყავი ბედნიერი და არ გაჩერდე. არ გაჩერდე ჩემთან სახლში, არ მესტუმრო, არ მოხვიდე ჩემთან, რადგან ძალიან ბევრს ჭამ. რუსლან, სერიოზულად ამბობ, შენზე დიდია. ნუ რას ფიქრობ? ფიქრობ ძალიან მაგარია. თითქოს შენთვისაა შექმნილი. არა, მართალი გითხრათ, ძალიან მაგარი რამეა. ეს არის საღამური. წარმოიდგინე, ჩემთვის დიდია და შენზე როგორი იქნება. დიახ. გუშინ შემთხვევით მოუკარი თვალი, იმის გამო რომ დაბადების დღის მეორე დღეს ვიღებთ ვიდეოს, ვნახე ეს საჩუქარი და ვიფიქრე რომ ქურთუკია. მაგარია. არა, მაგარი საჩუქარია ძალიან. მე მივცემ 8 ქულას. 8 ქულას სხვათა შორის ცუდი შეფასება არ არის, ძალიან კარგია. შეგიძლია 8.5 მივცეთ. 8.5? 8.5. კარგი იყოს 8.5. ისე მომწონს, მე თვითონაც წავიღებდი. არც იოცნებო. გაჩერდი. და შემდეგი საჩუქარიც. სხვათა შორის ეს საჩუქარი იმავე ადამიანისგანაა, ვინც ცუდი მაჩუქა. ჩემია. ვერ გავიგე, რატომ გაქვს ესეთი რეაქცია. კარგი, ნახე, რა მაგარი რაღაცაა აქ. ადრე შავი მქონდა ასეთი და სხვა ფერისაც მინდოდა. ისე კი მინდოდა ამ ნივთის მოსინჯვა, მაგრამ ვფიქრობ ამისთვის საკმარისი თმა არ მაქვს. გილოცავ დაბადების დღეს ნიკოლ. იყავი ყველაზე ბედნიერი გოგო მსოფლიოში. აჰა. მოდი ახლა შევაფასო. ხო. შევაფასოთ, მინდა 9.5 დავუწერო. 9.5? დიახ. სერიოზულად? დიახ. მე ვაძლევ 8 ქულას, 9.5 ნამდვილად? ძალიან საყვარელია. საშუალო კი 9 ქულა გამოდის. კარგი. 9 ასევე მაღალი ქულა. ძალიან მაღალია. რა არის იქ? გაჩერდი, რაღაც ყუთია, ქვით არის? არა, მომეცი? ეს არასასაჩუქრე ბარათია. ეს არის ბარათი, რომელსაც გამოიყენებ ზარას მაღაზიაში და ირჩევ რაც გინდა. გაიგე?
ასე რომ ეს არის თანხა, რომელსაც აგროვებთ, მიდიხართ და ხო, და ირჩევ რაც გინდათ. ერთის მხრივ მაგარია, მაგრამ საჩუქარი ხო მარტო ფული არ არის. გულისხმობ კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ ადამიანს არ აურჩევია თავისით საჩუქარი. ხო, გამოდის მე უნდა ავარჩიო, რადგან მან არ იცის რა ამირჩიოს. და მეორე მხრივ შეიძლება ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ იმას აარჩევთ, რაც განსაკუთრებით გჭირდებათ. დიახ, ამიტომ მე არც კი ვიცი როგორ შევაფასოთ ეს. მივცეთ 9. 9-ს არ აუშავს. 10 არ არის, მაგრამ არც დაბალი ქულაა, რადგან ეს კარგი საჩუქარია. 7, მართლა 7. კარგი 8 იყოს. 8, დაი 8 იყოს. ისე მაგარია ადამიანი, როცა თავისით გირჩევს საჩუქარს. ხო, კი, ეს დამაინტრიგებელია. თქვენ არ იცით რა არის იქ და გესმით, რომ ის თავად უნდა აიჩინოს. მაგრამ დიდი მადლობა. ჯანდაბა ამ ვიდეოს შემდეგ ამდენი ხალხი შეგვიწულებს საშინელება. რაღაც შრიალებს. ვა, ეს რა არის? მე ვიცი რაც არის, რა არის და ვინ არის. მეც იგივე მყავდა, იგივე ადამიანისგან მყავდა დათუნია, მაგრამ ვარდი ჩამოვარდა. რამე საკვებია? არა, რუსლან. ეს პლასმასისაა. სხვათა შორის ამ ადამიანისგან არის კიდევ ერთი საჩუქარი. ეს საჩუქარი სხვა საჩუქარის დამატებაა. ვა, ეს რაღაც სამკაულია, რაღაც ღირებული. ვიცი, ეს მგონი ეს ის არის, რასაც მე ვფიქრობ. არა, ეს ის არ არის ერთი და წამით. რა არის? თუ სწორად გავიგე, ეს არის 100 სწორად n. გამოიცან. აი ეს არის 100 n. მე მომწონს. ვა, ლამაზია. ყველას ვაჩვენებ, ეს არის 100 n. ეს გოგოს შკურის საჩუქარია. აშკარაა რომ გოგომ გაჩუქა. ხო, მეც ესე ისე ვფიქრობ. ძალიან მომწონს, კარგია. 100 n. მე შევაფასებ 9 ქულით. 9. დიახ. კარგი, გეთახმები 9. დაწერეთ კომენტარებში რამდენ ქულას დაუწერთ ამ საჩუქრებს. ვა, ეს სურათი ისეთი მაგარია. გაჩვენებთ, მაგრამ ვიდეოს ბოლოს. მოდი ნახე აქ. ვიდეოს ბოლოს გაჩვენებთ თქვენ, უნდა უყუროთ აუცილებლად ბოლომდე. ჩარჩოში ჩავსვამ. ხო, მე ჩარჩოში ჩავსვათ. შემდეგი საჩუქარი. საჩუქარი. ამ ადამიანმა ნიკოლს ფეიერვერკი საჩუქა. ხო? ჰა. ვა, ფეიერვერკი უკვე 10-ია. ეს არის ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მინდოდა. ძალიან და ვერ ვიპოვე ჩემი ზომა. ეს არის შარვალი. ძალიან ლამაზია. დიახ, დიდი ხანია მინდოდა და ახლა მაქვს. ისე ფეიერვერკებსაც რომ თვლი 10-ია აუცილებლად. დიახ, ნამდვილად 10-ია. ნიკოლ, შემიძლია რაღაც კითხო? რა თქმა უნდა. იყო ვინმე ბიჭი გუშინ შენს დაბადების დღეზე, რომელიც ძალიან მოგეწონა? რომელიმე ბიჭი აი შეგიყვარდა ვინმე? დარწმუნებული ხარ? და ბოგდანი? მე ვიცი ვისგან არის ეს. ძალიან მჭირდებოდა. ალკოჰოლი, ხო? ჯაგრისები. ჩვენ არ ვაფასებთ საჩუქრის ღირებულებას. ღირებულება აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი. ეს ზეთია, მე უბრალოდ მინდა გითხრათ ამბავი ამ ზეთის შესახებ. სხვათა შორის ეს მოხდა ჩემი დაბადების დღის შემდეგ. კარგი ოდესმელი მეგობარი ჩამოვიდა ჩემთან და გადავწყვიტეთ, რომ იმ ღამეს ჩემთან დარჩენილი იყო. 3 ღამე ზედიზედ. პირველ ღამეს გადავწყვიტეთ სურათის დახატვა და მაჩუქეს ეს ზეთი. ჩვენ კიდევ ვიფიქრეთ, რაში გამოვიყენებდით. და გადავწყვიტეთ ლაქების გაკეთება ამ ზეთით. და ერთი წვეთი იატაკზე დაეცა შემთხვევით, საშინელი სუნი ჰქონდა. დედამ კინაღამ მოკლა, შემდეგ კი იატაკზე დავდეთ, მთელი საღებავი დაგვეყვარა, რადგან აღმოჩნდა, რომ ეს ზეთი ყოველთვის საშლელად გამოიყენება. ხო და ჩემმა ფეხმაც გადაწყვიტა გართობა. და ფეხი მივარტყი, ატრიალდა, ზეთი მთლიანად დაიღვარა მთელს ოთახში. საწოლის ქვეშ ყველგან და მთელი ღამე ვრეცხავდით. ბინაში ამ ზეთის საშინელი სუნი იდგა. ნახეთ, როგორ შევაფასებდი ამ საჩუქარს. ადამიანმა იცის, რომ გიყვარს ხატვა. დიახ, ასე რომ ადამიანი გიცნობს კი ბატონო. და მათ მოგცეს ის, რაც ნამდვილად გჭირდებოდა. და ეს უზარმაზარი დათუნია. მისმინე, ვფიქრობ, რომ ეს დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის 10, მიყვარს რადგან ხატვა პირველ და რიგში ასე ადამიანმა იცის, რა გიყვარს. გაგიცნეს და იციან, რა გჭირდება კი, ზუსტად სინამდვილეში. გამოიცნეს.
მე მიყვარს ყველაფერი საყვარელი, გოგოშკურიდან მაჩუქეს ეს საყვარელი რაღაც. მთელი საღამოს ვუჭერდი და ამას ვაკეთებდი. მის უკანას აჩვენებდი მაყურებლებს, აღარ გააკეთო. 10 ქულა. და თქვენც დაწერეთ კომენტარებში თქვენი ქულები. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი გაჩუქებს რამეს, უბრალოდ დაიმახსოვრე, არა აქვს მნიშვნელობა რა ღირს, მნიშვნელობა აქვს თუ რამხელა ძალისხმევას ჩადებს მასში. მე ვიცი ეს რა არის. შემიძლია გავხსნა? დიახ. შეიძლება რომ ვცადო? არა, წინდები მაგარია. დიახ, წინდები მაგარია. არა, მართალი გითხრათ, Adidas-ი ყოველთვის კარგია, მაგრამ 8 ნახევარს მივცემ. მეც იგივე ქულას მივცემ. მაგარია, ჯერ ერთი Adidas-ი მაგარია. თუ გვიყურებთ, დაგვიკავშირდით. გვინდა თქვენთან თანამშრომლობა. ძალიან დიდი მადლობა, მაგარი საჩუქარია. მადლობა. მილედი, რას ისურვებდით ახლა? მინდა ახალი საჩუქარი. მაშინ მოიტანეთ ახალი საჩუქარი. ეს ოქროსფერია, როგორც ჩემი ფრჩხილები. ეს საყურეებია? არა, მგონი ეს კატის საყურეებია. საყურეები? ეს ორი საჩუქარია. დიახ და ორი ერთში? მოგწონთ კატები? მე რეალურად მიყვარს ყველაფერი, რაც ცხოველებთან არის დაკავშირებული. ეს კი ყელსაბამია. ეგეც კატაა, ხო? დიახ, კატა. მაგარია, მთელი თარო მაქვს ამ ნივთებისთვის. მე მიყვარს სამკოულები და საყურეები, ჩემი ფავორიტია. მაშინ 10 ქულა. მე ვაფასებ როგორც 10. კატები არ მიყვარს ბოდიში, სახლში ძაღლი მყავს, ასე რომ 9 ნახევარს მივცემდი. მაგრამ რადგან ნიკოლი ასე კმაყოფილია, 10 მივცემ. და რომელ საჩუქარს ქონდა ყველაზე პატარა შეფასება? სასაჩუქრებარაც. უბრალოდ არ ინერვიულობთ, ხო, ეს ჩემი იდეა იყო, ვიცუდი ვარ, ვიცი. თუ ასეა მომწერე Instagram-ზე, რუსლან, შენ იდიოტი ხარ. ნიკოლს ნამდვილად მოსწონს თქვენი საჩუქრები. მოკლედ, მე მაქვს იდეა, ჩვენ გვაქვს ბედის ბორბალი. არა. ახლა ჩვენ ვირჩევთ რა ვუყოთ ამ საჩუქარს. თქვით რომ ფრჩხილები მაგარია. არაფრის გაკეთება არ მინდა ამ საჩუქრისთვის. მე მინდა გამოვიყენო ოდესმე. დედა საჩუქე ან რომელიმე გამომწერს. მაგარია. დედას მივცემ. მიეცი რუსლანს. არა. კი. მიატოვე ნიკოლი? რუსლან, მოდი დავაყენოთ კიდევ ერთი ვარიანტი. მიატოვე ნიკოლი. ასე იქნება. კი, მიატოვე ნიკოლი. არა, გადააგდე, უბრალოდ კარგად ხარ, ეს საჩუქარია. არაფრის გაკეთება არ მინდა. ახლა კი ვატრიალებ. რუსლან, გთხოვ? მიდი. არა. მიდი. ძალიან მეშინია. მიატოვო ნიკოლი, მართლა? შეხედე. მიატოვე ნიკოლი, ჯანდაბა, ეს რა იღვალია. მაგარია, ისე ახლოს იყო გადააგდესთან. წარმოგიდგენიათ? მადლობა ამ ვიდეოს ბოლომდე ყურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს განყუთვა, დაწერეთ კომენტარებში. თუ რუსლანი მოგეწონათ, ეგეც დაწერეთ. ხო. მე თვითონ დავწერ. 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის არზე ხართ. მე წავედი. გაჩერდი, მეც შენთან ერთად მოვდივარ.